დღევანდელი დღე დახუნცლულია სხვადასხვა საინტერესო თარიღებით და თურმე დღეს სკეპტიკოსების დღეს აღნიშნავთ დღეს, რომელიც გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა, ეჭვი და კრიტიკული აზროვნება ზოგადად თანამედროვე სამყაროში, თუ რა არის სკეპტიციზმი, ამაზე ფილოსოფოსი ლალი ანთიძე ისაუბრებს დღეს სტუდიაში, რომელიც უკვე ჩვენთან ერთად არის დილამშვიდობის. საკალბატონო ლალი, მადლობა რომ ხართ დილის ტალღის სტუმარი და ალბათ პირდაპირ დავიწყოთ განმარტებით, მოდი, რას ნიშნავს სინამდვილეში იყო სკეპტიკოსი, ეს უფრო ხასიათია თუ რაღაც ფილოსოფიური მიმართულება? გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სკეპტიკოსს რაც შეეხება, თვითონ ტერმინს აქვს გამოყენების უზარმაზარი დიაპაზონი, ეს არის ყოველდღიური ცხოვრებისეული ესეთი ყოფით პრაგმატული გამოყენებიდან ფილოსოფიურ კონცეფციამდე. თავად სიტყვა ბერძნული წარმოშობისა და სკეპსის ნიშნავს მსჯელობას, განხილვას, ეჭვს, ხოლო სკეპტიკოსი შესაბამისად ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. ზოგადად ხშირად გვაქვს ხო ცხოვრებაში აი რაღაც სკეპტიკურად შემომხედა, ხო? ამის ქვეშ იგულისხმება რაღაცა ბოლომდე არ გჯერა, ხო? და ეს სკეპტიციზმი არის ძალიან საინტერესო დამოკიდებულება ზოგადად სამყაროში აბსოლუტური უნდობლობიდან აბსოლუტურ ნდობას შორის რაღაც გარდამავალი მდგომარეობაა და ამიტომ არის საინტერესო, ამიტომ რომ მე შენ გენდობი, მაგრამ გენდობი მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაღაცებს განვიხილავ და რაღაცას გადავამოწმებ, ხო? და პირდაპირ კავშირში არის კრიტიკულ აზროვნებასთან, კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან და მე მგონია, რომ მეცნიერება და მეცნიერებაში ახალი პარადიგმები სწორედ სკეპტიკოსებმა შემოიტანეს, ანუ იმ ადამიანებმა, რომელსაც რაღაც მარტივი, აი ესეთი აბსოლუტურად ცხადი ჭეშმარიტებების მარტივად არ სჯეროდათ და უნდათ რომ ეს გადაემოწმებინათ, იქნებ სხვანაირად არის. ხშირად ისე ხდება, რომ სკეპტიკოსებს რაღაცნაირად აი შეურაცხყოფად იყენებენ თითქოს, რომ ეგ სკეპტიკოსია კაცო და რაღაცნაირად აი თავად სკეპტიკოსებს არენდობიან ხოლმე და აი ზოგადად როგორ გავარჩიოთ აი ჯანსაღი სკეპტიციზმი ნიჰილიზმისგან, მაგალითად ნიჰილიზმი ხო რაღაცა უკიდურესად უიმედო მდგომარეობა ალბათ და აი სად გადის ზღვარი ამ ორ მდგომარეობას შორის? სკეპტიკოსი მეგობრობაში არ უნდა იყო. მეგობარი თუ ყავს, იქ უნდა ედო და მეგობრებმა თქო სკეპტიციზმი დაიწყო და იქ შენი მოტივაციების გადამოწმება დაიწყო, ის აღარ არის მეგობრობა. ამ გაგებით ხო შეიძლება რომ რაღაც ნეგატიური დატვირთვა ქონდეს, მაგრამ სკეპტიკოსი იყო მაგალითად კოპერნიკი იყო სკეპტიკოსი, რომელმაც იფიქრა, რომ აი ყველა რასაც ხედავდა, აი ცხადი ჭეშმარიტება, რაც არის რომ ზე ამოდის და ჩადის, ამაში შეიტანა ეჭვი. ადამიანმა რომ და მართალიც აღმოჩნდა, რომ ზე არც ამოდის და არც ჩადის, ხო? და პირიქით ჩვენ ვბრუნავთ, ხო, ზის გარშემო. ამიტომ აი ეს ადგილს გააჩნია სკეპტიციზმის გარეშე და ზოგადად აი ამ შეეჭვების გარეშე მეცნიერება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მაშინ ვერც განვითარდები, ხო? მაშინ უნდა მიიღო დოგმატურად ის რაც არსებობს და ახალი სათქმელი აღარაფერი აღარ გექნება. და თავიდან ძველი ბერძენი ფილოსოფოსი იყო პირონი, რომელმაც დაიწყო ეს მიმდინარეობა, ეს არის ელინისტური პერიოდის მიმდინარეობა, ანუ ალექსანდრე მაკედონელის შემდგომი პერიოდის. ეს მოაზროვნე იყო სადღაც მე-4 საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა და ძალიან საინტერესო თქვა სხვათა შორის დაუწერელ ფილოსოფოსთა რიგს მიეკუთვნებოდა, რომელიც არაფერს არ წერდა, ეთქვა მაგაჩიც ეჩვეებარებოდა, რამეს რომ დაწერდა შეიძლება ისე არ ყოფილიყო. და რატო არ წერდა? თვლიდა რომ ზოგადად არაფერი არ არის საბოლოოდ ჭეშმარიტი, ან ობიექტური და ბოლოვადი ჭეშმარიტებები არ არსებობს. ჭეშმარიტებად მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ის, რაც ეჭვს, მსჯელობას, განსჯას გაუძლებს და ამიტომ ოღონდ როგორ არის იცით, არც საერთოდ შემეცნების შესაძლებლობასაც არ უარყოფენ. ანუ შემეცნება შესაძლებელი არის ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა კრიტიკული ანალიტიკის შემდეგ, ხო? ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ბავშვებს განუვითაროთ ეს კრიტიკული აზროვნება, თუმცა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხო, აი უფრო უნდობლობა რომ არ გაუჩნდეს სამყაროს მიმართ, უფრო თქვათ ზომიერი რომ იყოს ეს და ყველაფერში კრიტიკას არ ეძებდნენ, უკვე როგორ უნდა მოვიქცეთ? აი ზუსტად ეგ ზომიერება იყო სკეპტიკოსების ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ,
პოზიცია, რასაც ისინი იცავდნენ, ან ნახეთ როგორ არის იმდენად მრავალფეროვანია სამყარო და იმდენნაირი ჭეშმარიტებები არსებობს. აი მაგალითად რა ფეხბურთს თქვა სპორტს თავისი ჭეშმარიტებები აქვს. უბრალოდ ფეხბურთში ჭეშმარიტების ადგილი არ არის, იქ დავარი არის გოლი. ჭეშმარიტების ადგილი სად არის? როდესაც ჩვენ რაღაცა ცოდნას ვაფარდებთ ობიექტურ სინამდვილესთან, ხო? მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით სხვა ადამიანისთვის როგორი არის ეს ობიექტური სინამდვილე, ხო? ანუ საბოლოოდ აქამდე ვერ მივდივართ, რომ რაღაცა ბოლოვადი ჭეშმარიტებები დავადგინოთ. ამიტომ სკეპტიკოსებმა თქვეს, რომ თუკი მე არ დავიჟინებ რაღაცას და თუკი არ ვიქნები გაჯიუტებული ჩემ ცოდნებში და ის რაც მე ვიცი და თუკი ამაშიც კი ეჭვს შევიტან, მაშინ აღარ ბრაზდები და ვარ უშფოთველ მდგომარეობაში და ამ მდგომარეობას უწოდეს ადიაფორის მდგომარეობა. ანუ ეს არის უშფოთველობა, იმიტომ რომ მე არ უბრაზდები, ეხლა ზე ამოდის და ზე ბრუნავს დედამიწის გარშემო თუ დედამიწა ბრუნავს ის გარშემო, თუ ეს საბოლოოდ არ ვიცი და კარგად არ ვიცი, რატო ვინერვიულებ? ანუ გულგრილი ხდება ადამიანი ამ დროს. გულგრილობა არ არის. გულგრილობა არ არის, უბრალოდ ამაზე არ ღირს ნერვიულობა. ანუ სანერვიულო არ არის ის, რომ რაღაცებში ვერ ვთანხმდებით, იმიტომ რომ მე ისევე როგორც მე მაქვს რაღაცა შეხედულებები სამყაროს შესახებ, ასევე ვიცი რომ იმ ადამიანსაც აქვს, სხვა ადამიანსაც რაღაცა შეხედულებები სამყაროს შესახებ და რაღაცადაც ვუგებთ ამ ურთიერთობებში ერთმანეთს და სხვათა შორის ფილოსოფია ზუსტად ამას აკეთებს, თქვენ რაც თქვით, რომ და ძალიან მტკივა ხოლმე რა, რომ ფილოსოფიას ხანდახან კერას სასკოლო ცხოვრებიდან საერთოდ ამოღებულია და ეხლა უკვე პედაგოგიური სპეციალობებიდანაც ამოიღეს. რამდენად აუცილებელია ამ სკეპტიციზმით ბავშვებში განვავითაროთ ზომიერად ეს კრიტიკული აზროვნება და ზოგადად აუცილებელია თუ არა ეს ყველაფერი ისწავლებოდეს სკოლებში, როგორც საგანი ფილოსოფიას გულისხმობ. ძალიან ისეთ მტკივნეულ საკითხს მიადექით. მე ვთვლი, რომ ფილოსოფიის სწავლება არის აუცილებელი. იმიტომ რომ სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფილოსოფია არ იყოს სასკოლო დისციპლინა და საქართველოში რაღაც სხვა საგნებით თითქოს ფილოსოფიას ანაცვლეს, მაგრამ სინამდვილეში ეს სუროგაცია და არანაირი კავშირი ფილოსოფიასთან არ აქვს, რაღაც სხვადასხვა ტიპის საგნით ჩაანაცვლეს, მაგრამ ფილოსოფიას აქვს თავისი ადგილი. აი თქვენ მეკითხებოდით, რომ როგორ შეიძლება რომ ბავშვებში კრიტიკული აზროვნება ისე განვავითაროთ, რომ არ ჩამოყალიბდეს უნდობლობა სამყაროს მიმართ, უნდობლობა ადამიანების მიმართ. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რაც აღზრდელს უდგას ხოლმე წინ. ეს აღზრდელი მშობელი იქნება თუ მასწავლებელი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ნებისმიერ სფეროში ზომიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის ახსნის პროცესი ძალიან რთული, რომ ფაქტობრივად დანის პირზე გავდივართ ხოლმე, როდესაც რაღაცა ტიპის უნარების და სამყაროსადმი დამოკიდებულებებს ვუნერგავთ ხო ბავშვებს და ეს კრიტიკულ აზროვნებასთან ფილოსოფია იმიტომაც არის მიბმული, რომ ფილოსოფია არის მეცნიერება, რომელშიც კითხვებზე არსებობს უამრავი სხვადასხვა პასუხი და ყველა პასუხი არის რაღაცერად არგუმენტირებული და დასაბუთებული. ფილოსოფია არასდროს არ გახვევს თავს საკუთარ შეხედულებას. ფილოსოფია შეიძლება გააკეთოს პრობლემის აღწერა და შეიძლება შემოგთავაზოს პასუხების ვერსიები, მაგრამ ფილოსოფია სწორედ იმითი ხდება ღირებული, რომ ნებისმიერი პასუხი არის უნიკალური და განსხვავებული სხვა დანარჩენი პასუხებისგან, ნებისმიერი სხვა პოზიტიური მეცნიერებისგან განსხვავებით და ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ისეთ ჭეშმარიტებებზე, როგორიც არის თქვა სამყაროს წარმოშობის თეორიები, არსებობს სხვადასხვა შეხედულებები, იგივე რა ვიცი რელიგიასთან დამოკიდებულებაში არსებობს სხვადასხვა შეხედულებები და ყველა შეხედულებას აქვს თავისი არგუმენტები, თავისდაუნებურად უვითარდება მას ტოლერანტობა და თვითონ ხდება მოაზროვნე, რომ მან თავად გააკეთოს ორიენტაცია ამ კითხვებს შორის და თავად მოიძიოს ეს პასუხები. და მეცნიერება სწორედ ამას აკეთებს, რომ მუდმივად ეძებს კითხვებზე პასუხებს და ეს პასუხები ყოველთვის უნდა იყოს არგუმენტირებული. აი, ხშირად გვესმის ფრაზა ყოველდღიურ ცხოვრებაში არავის არ უნდა ენდო. რამდენად სწორი მიდგომაა ეს და დამოკიდებულებაა ფილოსოფიური თვალსაზრისით?
არავის არ უნდა ენდო რომ იცახერებას გაბრაზებულები ადამიანები ამბობენ, რომლებსაც ვიღაცამ რაღაცაში უხალათ. ზოგადად არავის არ უნდა ენდო, ეს ნიშნავს რომ მაშინ არც სამყაროს არ უნდა ენდო და ეს არის ძალიან იზოლაციონისტური მიდგომა და რა თქმა უნდა არანაირი გამართლება არ აქვს პირიქით. პირიქით ჩვენ შვილები და ბავშვები უნდა გავზარდოთ ნდობის კონტექსტში. ხშირად არის ხოლმე რომ ხა ცოტა სხვაგან გადაგვიყვანს, მაგრამ რა ვიცი ახან შემეკითხეთ ამასაც ვიტყვი რომ აი ხშირად არის რომ მშობლები ბავშვებს ეუბნებიან რომ აი მეგობართან თუ კი ასე მოგექცევა, ცუდად მოგექცევა შენც და ესე იგი თუ ადამიანი ცუდად მოგექცა არ ნიშნავს რომ ეს არის მტერი. უბრალოდ ის იმ მომენტში ცუდად მოიქცა და იქნებ ადამიანთან ისეთი დამოკიდებულება გქონდეს, ანუ ცუდი საქციელი არ უნდა გავაიგივოთ პიროვნებასთან რომ ის ცუდია და იქნებ თქვათ რომ აი სხვა რაღაცები კარგებიც ხო გაიხსენა და ხშირად ჩემს მოსწავლეებთან ვიყენებ ამ ტექნიკას, რომ როცა ერთმანეთზე გაბრაზდებიან, აი რაღაც ესეთი კონფლიქტური სიტუაცია რო არის, დავაწერინებ ხოლმე რა ახსოვს კარგი ამ ადამიანისგან და მე რაღაც ისე ბრუნდება ეს ისა გაბრაზება, რომ ანუ ეს ქცევა არის და არა ადამიანი, ხო რომელიც ცუდად მომენტი ურთიერთობაში შეიძლება იყოს რაიმე ხელის შემშლელი, ანუ სად შეიძლება იყოს თქვათ არასასურველი სკეპტიციზმი, სიყვარულში, რაღაცა ურთიერთობებში, რელიგიის მიმართ. იცით, აი სკეპტიციზმი სწორედ ეს არის ზომიერება აბსოლუტურ ნდობლობასა და აბსოლუტურ ნდობაში, ან დოგმატიზმსა და აი ამ აგნოსტიციზმს შორის შუალედური მდგომარეობა. ვიღებ იმას, რაც არგუმენტირებულია და რაც დასაბუთებულია. და სწორედ ამას იცით, როდესაც ეს პრობლემა დადგა, აი ეს სკეპტიციზმი როგორც მიმდინარეობა, როდესაც წარმოიშვა, ну პირონი იყო როგორც გითხარით მისი ფუძემდებელი, ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ამ პირონთან მიმართებაში, რომ აი სტუდენტები ეკითხებოდნენ მოსწავლეები, რომ აი როგორ უნდა ვიცხოვროთ, აი რა უნდა გავაკეთოთ, აი ვის უნდა, აი როგორც თქვენ მეკითხებით და პირონის პოზიცია იყო, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და თუ კი ამას აკეთებ, მაშინ ემოციები აი ამ ვის უნდა ენდო და რა უნდა აკეთო და ესენი მეორე პლანზე გადაინაცვლებს და იქ უკვე შენი რაციონალური დამოკიდებულება რაღაცა პროცესების მიმართ. Ну, მოკლედ ასეთი ისტორია იყო, რომ გემით მგზავრობდა თავის მოსწავლეებთან ერთად და რაღაც შტორმი ამოვარდა სხვას და გემი იღუპებოდა. და ну, მაშინ დაქონდათ ხოლმე ცხოველები და ის დაყავდათ, ну, რეფრიჟერატორები არ იყო და გემზე საკვებად ცხოველები ყავდათ და ხედავს პირონი რომ მოირღვა ეს ისა ბარიერები და ვაშლები და რაღაცები გადმოცვივდა და ღორი გამოვარდა და გამწარებული ჭამს ამ იმას ვაშლებს და პირონი ეძახის თავის მოსწავლეებს, რომ უთხრა, რომ ესაო, აი ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს ბრძენიო. ანუ მაშინაც კი, როდესაც აი ესეთი კრიტიკული სიტუაცია და ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, შენ საქმეს აკეთებ და ასეთ დროს ემოციებისთვის უბრალოდ ადგილი არ გრჩება. ხშირად არის ხოლმე, რომ აი რადიკალური ესე ვთქვათ დამოკიდებულება და უნდობლობა მერე იწვევს რაღაცნაირად ჩაკეტილობას. ამ შემთხვევაში რადიკალურ სკეპტიციზმს შეუძლია თუ არა პირიქით ბავშვის განვითარება შეაფერხოს, გახადოს ის ჩაკეტილი და ასოციალური. ცალსახად რადიკალური არაფერი არ შეიძლება ბავშვთან მიმართებაში. აი რაციონალური კი. აი რაციონალური სკეპტიციზმის წარმომადგენელი არის რენე დეკარტი, რომელმაც დაიწყო ახალი დროის ფილოსოფია და დასვა კითხვა, რომ აი ამ სამყაროში ვართ უკიდეგანო სამყაროში და რაც შეიძლება ვენდო. Ну, რა გვაქვს ჩვენ სამყაროსთან ურთიერთობისთვის? რა ვიცი, გვაქვს თვალები, გვაქვს გონება, ხო და გვაქვს ინტუიცია, ხო აი სამი წყარო გვაქვს არხი სამყაროსთან მიმართებაში და რას უნდა ვენდო და ჩამოწერა, ну რას შეიძლება რომ ვენდო და აღმოჩნდა რომ შეგრძნებებს ყველაზე მეტად არ უნდა ვენდოთ. აი ძალიან ხშირად გაგვიგონი ალბათ, ხო ჩემი თვალით ვნახე, ხო ეს ამბავია რა და ძალიან ისეთი ის არის ესეც ჩემი თვალით ვნახე ძალიან პირობითი რაღაცაა, ხო წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ადამიანი კამერაში ხედავ რომ სხვა ადამიანს ხელი კრა და გადააგდო მეორე მხარეს, ხო ხო შენი თვალით ნახე, მაგრამ თუ ჩაუკვირდები, ფაქტია, მაგრამ თუ ჩაუკვირდები, ხედავ მე რომ იქ ხუფი იყო ახსნილი და ის ადამიანი ვარდებოდა და მეორე ადამიანმა ხელი კრა და გადაარჩინა, ხო? ანუ ეს ჩემი თვალით ვნახეც არის ძალიან პირობითი, სანამ გონება არ ჩაერევა და დეკარტე სწორედ ამას ამბობს, რომ აი ვაზროვნებმა შესაძამე ვარცებობ ამ თეზისამდე მიდის იმითი, რომ სხვა ყველაფერში ეჭვი შეიტანა და რაშიც ეჭვი შევიტანე, იმას ვერ ვენდო
ვამბობ, იმიტომ რომ ბოლომდე სანდო არ არის. მე ისიც არ ვიცი, როცა სიზმარში ვარ და რაღაცა მესიზმრება თქვა, პირობითად მესიზმრება, რომ სულ მეფე ვარ და ცხადში ვარ, ხატაკიან პირიქით სიზმარში ვარ ხატაკი და ცხადში ვარ მეფე, როგორ უნდა გავარჩიო, რომელია ჩემი ნამდვილი ყოფიერება, იმიტომ რომ შეგრძნება მე იმ მომენტში ზუსტად ის მაქვს სიზმარში რომ ვარ მეფე და ცხადში რომ ვარ ხატაკი. ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი ხო სწორედ ეს არის. და სწორედ ეს წარმოშობს აი კონკრეტულ სიცოცხლესთან კავშირს, იმიტომ რომ არ არსებობს აი ესეთი აბსოლუტური ჭეშმარიტებები, რომელსაც შეიძლება რომ ბოლომდე და ყოველთვის ენდო. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს მუშაობს და აქ უნდა წახვიდე იმ სხვა სიტუაციაში სხვანაირად და ამიტომაც არის რთული ეს ორიენტაციები და ამიტომაც არის სწორი ამ ყველაფერზე არიღელვო და მიიღო ის თუმცა ვფიქრობ, რომ მუდმივი უნდობლობა სამყაროს და ადამიანების მიმართ დამღლელია, ასე რომ ჯობია ენდოს სამყაროს მიენდო, თუმცა გადაამოწმო. ნუ ახლა თუ მეორე ფილოსოფოსაც დაუჯერებთ, ჰეგელი თვლიდა, რომ როგორც უყურებ შენ სამყაროს, ისეთნაირად ხედავს სამყაროს შენ, ასე რომ შეატრიალე დამოკიდებულება და ეს ყველაფერიც შეიძლება. და ქალბატონო ლალი, ბოლოს რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ, რას ურჩევდით მაყურებელს, როგორ შევინარჩუნოთ გონებრივი სიფხიზლე, ზომიერი სკეპტიციზმი, ისე რომ არ დავკარგოთ ემპათია და ადამიანობა პირველ რიგში. ხო, ამას სჭირდება რაღაცა ტიპის ესეთი უნარების განვითარება, თუ აი ხა მაგალითად არსებობს ხო სოციალურ ქსელებში შეგვიძლია და არსებობს ინდიკატორები, რითაც შეიძლება ფეიკი გაარჩიო, თქვათ ისა ორიგინალისგან, ან ეხლა AI-ი ხო სულთად აგვიბნია დაგვზა, ხო? ისეთი ის არის ხანდახან AI-ის ვიდეოებზე ისეთ გამაჩუყებელი სამაჩუყებელი ცხოველებზე აკეთებენ, ხო და ისეთი კომენტარები არის ხოლმე და თან აწერია რომ AI-ია, ხო? ან იმას ვიდეოებს ხშირად აწერია ხოლმე. ანუ ეს იმდენად პირობითი გახდა კავშირი სინამდვილესა და ვირტუალურს შორის, რომ აი განსხვავება იმდენად პირობითი გახდა, რომ უკვე ძალიან რთული ხდება ხანდახან დასაჯერებლად, რომელი არის ნამდვილი და რომელი არის რეალური და რომელი არის გამოგონილი, ხო? ამიტომ ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც ამ რეალობაში გაიზარდა, ამ რეალობასთან ერთად გაიზარდა და მათ აქვთ გრძნობელობა ამასთან დაკავშირებით. თუმცა მეორე რისკიც არსებობს, რომ შეიძლება რომ მთლიანად ამ ვირტუალურ სივრცეში აღმოჩნდე ისე, რომ ეს სინამდვილე აბსოლუტურად დაკარგოს თან იმ პირობებში, როდესაც ეს ვირტუალური ჩვენი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი ხდება, ხო? ამიტომაც არის კრიტიკული აზროვნების განვითარება მნიშვნელოვანი, ამიტომაც არის мотиваციები მნიშვნელოვანი. ანუ შენ რა გინდა სამყაროსთან, შენ რას რა მოლოდინები გაქვს და რა შეგიძლია რომ ამ სამყაროს შესთავაზო, ჯობია რომ უფრო აი ეს სიმძიმის ცენტრი საკუთარ თავში ვიპოვოთ, ვიდრე გარემოსთან და როგორც კი ეს მოიძებნება, მე უკვე გარემოში გამოჩნდება ადგილები შენთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციები მიიღო ჩვენმა მაყურებელმა. ფილოსოფოსი ლალი ანთიძე იყო დღეს ჩვენი სტუმარი. ვსაუბრობდით სკეპტიციზმზე. დღეს სკეპტიკოსების დღე, ასე რომ ყველა სკეპტიკოს გილოცავთ და გისურვებთ შეინარჩუნოთ გონებრივი სიფხიზლე, მეტი იკითხოთ და გადაამოწმოთ ინფორმაცია.